თბილისის საქალაქო სასამართლოში ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მოწმე სამი გამომძიებელი დაიკითხა. მათი თქმით, ელისაშვილმა ალიბაბაევის მიმართ დანაშაულებრივი ქმედება პოლიტიკური ნიშნით ჩაიდინა. ელისაშვილი ბრალს აბსურდულს უწოდებს. მე შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილისთვის წარდგენილი ბრალი გულისხმობს ადამიანის დევნოს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს პროკურატურის ინფორმაციით ელისაშვილი თბილისში კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესა და პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ერთ-ერთ წევრს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ტექნიკური რუტინული პროცედურა იყო, სამი გამომძიებელი დაკითხეს და დაიკითხა და რა თქმა უნდა გამომძიებლების დაკითვიდან ჩანდა, რომ ძალიან მიკერძოებულები იყვნენ, რაც აწყობდა პროკურატურას, რომ არ იქა როგორღაც დაამძიმონ ჩემი ბრალი, ისე ჩვენებებს იძლეოდნენ. საქმეში პირდაპირ მოწმე დაადასტურა ის ფაქტი, რომ როდესაც ალი ბაბაევი რკინის ჯოხით მისდევდა ალექსანდრე ელისაშვილს, ეს არ ჩათვალა საჭიროდ, რომ შესაბამისი მოქმედებები განეხორციელებინათ. ის როგორც რკინის ჯოხი, როგორც ნივთიერი მტკიცებულება ამოეღოთ. ანუ ის მოქმედებები, რომლითაც დასტურდებოდა ალი ბაბაევის დანაშაულებრივი ქმედება, საერთოდ ჩაფარცხეს.